ვენეციის კომისიამ გამოაქვეყნა მოსაზრება საერთო სასამართლოების შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით. კომისია 2023 წლის ივნისსა და სექტემბერში მიღებულ ზოგ შესწორებას მიესალმება, თუმცა ასევე აღნიშნავს, რომ არ არის გათვალისწინებული მნიშვნელოვანი რეკომენდაციები, რომლებიც კომისიამ 2023 წლის მარტში დაასახელა. სწორედ ამ თემასთან დაკავშირებით ისაუბრებს ჩვენი სტუმარი ნაზი ჯანაზაშვილი, სასამართლოს გუშაგის დამფუძნებელი. მოგესალმებით, ქალბატონო ნაზი, მადლობა იმისათვის, რომ იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. ერთ-ერთი უმთავრესი რეკომენდაცია გახლდათ სწორედ საერთო სასამართლოებთან დაკავშირებით ევროპის მიერ მოწოდებული რეკომენდაცია, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ მთელი რიგი ნაბიჯები გადაიდგა, ეს ნაბიჯები არ არის საკმარისი, ამაზე საუბრობს საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი, მათ შორის არასამთავრობო სექტორი, რომელიც პირველივე დღიდან იყო ჩართული აი ამ პროცესების მონიტორინგში. როგორ შეაფასებთ ვენეციის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნას, რას გვეუბნება ის რეალურად? პირველ რიგში მოგესალმებით, ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს და დასკვნას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, ვინაიდან ეს იქნება ერთ-ერთი ფაქტორი იმისა, თუ როგორ შეაფასებს ევროკავშირი საქართველოს რეფორმებს მართლმსაჯულების თვალსაზრისით. 12 რეკომენდაციიდან და პირობიდან, რომელიც საქართველოს წინაშეა, ამჟამად და რომელიც უნდა შეესრულებინა იმისათვის, რომ ჩვენ კანდიდატის სტატუსი მოვიპოვოთ, ეფუძნება ერთ-ერთ ნაწილში, სასამართლოს ნაწილში, სწორედ ვენეციის კომისიას იმ თვალსაზრისით, რომ ყველა რეფორმა, რომელიც განხორციელდება სასამართლოში, უნდა იყოს, ასე ვთქვათ, დამყარებული ვენეციის კომისიის დასკვნებზე. ამ მხრივ აღსანიშნავია ის, რომ აი უახლოესი წარსულში მაგალითად ივნისის თვეში საქართველოს პარლამენტმა შეიტანა ცვლილება კანონმდებლობაში საერთო სასამართლოებთან დაკავშირებით. ახლა სექტემბერში კი მოამზადა კანონპროექტი, რომელიც ჯერ არ არის ძალაში შესული და განხილული, კი არ არის ჯერჯერობით და აი ამ ორივე საკითხს ეხება ვენეციის კომისიის მოსაზრება, რომელიც გუშინ საღამოს გამოქვეყნდა. ამ შემთხვევაში რა არის აქ მნიშვნელოვანი? ის საუბრობს იმაზე, რომ საქართველოში გარკვეულწილად კანონმდებლობა შეიცვალა გარკვეული მიმართულებით და ბევრ შემთხვევაში აღნიშნავს, რომ ნაწილობრივ არის შესრულებელი ვენეციის კომისიის მოსაზრება და გათვალისწინებული პარლამენტის მიერ, მაგრამ მთელი რიგი საკითხები კვლავ რჩება ღიად. ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური ამ მხრივ გახლავთ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმირება და ეს არის შეიძლება ითქვას ხელისუფლებისთვის საკითხი და ასე ვთქვათ უწყება შეიძლება ასე ვთქვათ ამ შემთხვევაში, რომელსაც ხელს არ ახდენს, ან ხელს შეუხებელია და არანაირი ცვლილება ამ მიმართულებით ხელისუფლებას არ გაუტარებია. როგორც ჩანს ამ შემთხვევაში ყველაზე მეტად მაინც ვინაიდან ეს არის ორგანო, სადაც არის წევრი მაგალითად ლევან მურუსიძე და სხვა გავლენიანი პირები, ეს არის ორგანო, რომელიც მთლიანად სისტემის ასე ვთქვათ მართვას ახდენს და განაგებს თუ რა იქნება სასამართლოში, დაუშვათ როგორ დაინიშნებიან მოსამართლეები, როგორ მოხდება მისი ადმინისტრირება, როგორ იქნება დაუშვათ თუნდაც მოსამართლე მივლინება, გადაყვანა, ფინანსური საკითხების მოწესრიგება, როგორ იქნება. ბევრი ასე ვთქვათ ფუნქცია აქვს იუსტიციის საბჭოს, ძალიან დატვირთული ორგანოა აი ამ უფლებამოსილებებით და შესაბამისად შემთხვევითი არ არის, რომ 12 პუნქტიან გეგმაში ერთ-ერთი ნაწილი ამასაც ეთმობა და პლუს ამას უშუალოდ ვენეციის კომისიაც ამაზე საუბრობს. ამ საკითხს ხელისუფლება არ შეეხო. სხვა დანარჩენში რიგ შემთხვევებში გაითვალისწინეს ვენეციის რეკომენდაციები ნაწილობრივ ან სრულად და არის საკითხები, რომელსაც ასევე მაგალითად საერთოდ ცვლილებები არ გაუტარებია ხელისუფლებას. ამდენად ჩვენთვის ახლა რეალურად შეიძლება შეფასების და რეზულტატის საკითხ ესეთი რამეც ვთქვათ, რომ ფაქტობრივად ხელისუფლებამ არჩევანი უნდა გააკეთოს ახლა ძალიან მოკლე დროში. არის აი ამის დრო დარჩენილი ქალბატონო. არჩევანი უნდა გააკეთოს იმაზე, დაუშვათ გვექნება თუ არა ჩვენ ევროპული მომავალი იმ გზით, რომ პირველ რიგში სასამართლო რეფორმა განხორციელდეს, თუ არ გვექნება და მან უნდა ხალხსა და მურუსიძეს შორის, რომელიც ასე ვთქვათ წარმოადგენს სახეს მართლმსაჯულების მთავარი ასე ვთქვათ ლიდერების და პრობლემისაც მათ შორის ამ ორ ღირებულებას ესე დავარქვათ, მოდით უნდა შორის უნდა გააკეთოს არჩევანი.
დიახ, ქალბატონონაზე, აი თქვენ ახსენეთ, რომ საკმაოდ ცოტა დრო არის დარჩენილი, ამაზე ყველავთან ხვდებით და შესაბამისად მოლოდინები იმასთან დაკავშირებით, რომ რაღაცის შეცვლა ჯერ კიდევ არის შესაძლებელი, ნელ-ნელა ამ დროის გასვლასთან ერთად მცირდება. რა რეკომენდაციების მიცემა შეგიძლიათ, რითი შეიძლება დაიწყოს? მე მესმის, რომ ყველაფერი შეიძლება არ მოგვარდეს აი ამ მცირე დროში, მაგრამ რა ნაბიჯები უნდა გადადგას ამ მოკლე დროში ხელისუფლებამ? რა რესურსები არსებობს, რა თქმა უნდა, ამისა პირველ რიგში დრო არის გასათვალისწინებელი, იმისათვის რომ რეალურად დავანახოთ, რომ ჩვენი ხელისუფლება ახორციელებს და დგამს ნაბიჯებს აი ამ პროცესების ჩვენი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესის დასაჩქარებლად და არა პირიქით ამ პროცესის საბოტაჟისთვის. რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ იმ მოცემულობაში, რომელიც დღეს გვაქვს ძალიან მოკლე დროის გათვალისწინებით? პირველ რიგში ჩვენ სიმართლეს უნდა გავუსწოროთ თქვენ. იმიტომ რომ ხელისუფლებას ჰქონდა წელიწადზე მეტი დრო იმისათვის რომ საბჭოს რეფორმა განახორციელებინა და ეს პროცესი ყოფილიყო ინკლუზიური და სამოქალაქო საზოგადოებასთან თუ ექსპერტებთან ერთად ემუშავა ამ ყველაფერზე, მაგრამ მას ეს შესაძლებლობა, ეს დრო და ეს ასე ვთქვათ, მთელი რიგი ასე ვთქვათ, საექსპორტო დასკვნები და მოსაზრებები, მათ შორის ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ორგანიზაციების მხრიდან არ გამოუყენებია. ამდენად 2-3 კვირაში ხელისუფლება რომ ამის გააკეთებს, ეს შეიძლება ითქვას, რომ არის ილუზიაც, იმიტომ რომ მათ თუ ამის სურვილი ჰქონდათ, აქამდე გააკეთებდნენ, მაგრამ კეთილსინდისიერი და ევროინტეგრაციაზე ორიენტირებული ხელისუფლების პირობებში, როდესაც მაგიდაზე დევს აი ესეთი მნიშვნელოვანი დასკვნა, რომელიც იცის, რომ აუცილებლად გახდება წინაპირობების შეფასებისა თუ როგორ განახორციელა საქართველოს ხელისუფლებამ რეფორმა სასამართლოს ნაწილში, ამ ყველაფერს დაეფუძნება საბოლოო გადაწყვეტილება, ერთ-ერთი ფაქტორი ეს იქნება. კეთილსინდისიერი ხელისუფლება ამ მოკლე დროსაც გამოიყენებდა და დაუშვებდა გარკვეულ ნაბიჯებს გადადგამდა, რაც ამ დროში არის შესაძლებელი, მაგრამ ჩვენ მუდმივად გვაქვს მოლოდინი და იმედი, რომ ოდესღაც რაღაც მნიშვნელოვან ნაბიჯებს გადადგოს ხელისუფლება, რეფორმას გაატარებს, შემოიტანს სიახლეებს, რომელიც ჩვენს ქვეყანას ევროინტეგრაციის კუთხით წარმატებას მოუტანს. მაგრამ ასეთი რამ ფაქტობრივად ჩვენ ხედავთ, რომ არ ხდება. ერთადერთი, რაც შეიძლება იმედის მომცემადი ჩანდეს და გქონდეს, ასე ვთქვათ, რაღაც პოზიტიური მოლოდინი, შეიძლება ის არის, რომ სექტემბერში მოულოდნელად, იმიტომ რომ ამაზე საერთოდ წინასწარ საუბარი არ ყოფილა, გადაწყვიტა ქართულ მოლოცდებამ, რომ პროექტი წარმოედგინა, საკანონმდებლო პროექტი საერთო სამართლებთან დაკავშირებით და ჩათვალეს, რომ გარკვეული ცვლილებები კვლავ იყო კანონში საჭირო და აი ეს ნაბიჯი გადადგეს. ეს არის უბრალოდ პიარს ვარ, რომ თავისივე ასე ვთქვათ, ამორჩეულს უთხრან, რომ თითქოს ისინი ძალისხმევას არ იშურებენ და თითქოს რაღაცას აკეთებენ და იმიტომ იყო ეს ნაბიჯი გადადგმული. თუ მართლაც შეიძლება აღმოჩნდეს, რომ რაღაცა ტიპის ნება, არასრულყოფილი რეფორმის, მაგრამ რაღაცა ტიპის ნება მაინც გამოავლინოთ, თუ არის შანსი კიდევ არსებობს, არ ვიცით, მაგრამ აი დღევანდელ განცხადებებსაც უყურებ ჯერჯერობით, რო გითხრათ ახლა პოზიტიური ასე ვთქვათ, უკავშირი მოდის მათი მხრიდან ამ მოსაზრებაზე, ასეთი შთაბეჭდილება ნამდვილად არ რჩება და ისევ კინკლაობა მიდის რაღაცა 2/13-ზე გადაწყვეტილების მიღების წესზე, რომელიც მხოლოდ ამოგლეჯილი კონტექსტიდან ამოგლეჯილია და საერთოდ შინაარსის განიცლება, როცა მხოლოდ ერთ საკითხზე ურჩეულობენ და თუ მათ უნდათ ფუნდამენტური ცვლილებები, რა თქმა უნდა, ამ მოსაზრების მერე უნდა გამოსულიყვნენ. ჩაეტარებინათ პრესკონფერენცია და ეს ვთქვათ, რომ ხალხო, აი ეს არის ეს მოსაზრება. ჩვენ არ გვინდა რომ საქართველოს მიიღოს, ასე ვთქვათ, უარყოფითი შეფასება, ვინაიდან არაფერი არ გაუკეთებიათ საფუძვლიანი და სიღრმისეული რეფორმა არ ჩავყარებიათ და ამიტომ გვინდა რომ თქვენთან ერთად დავსხდეთ და ვიმუშაოთ და გამოსავალი მოვძებნოთ თუნდაც ამ მოკლე დროში. ხო, ჯერ ხომ არ არის კომისიის დასკვნა. ამდენად ჯერ კიდევ არსებობს დრო. მაგრამ როგორც ხედავთ, რა ვიცი, ასეთი ნება და სურვილი ჩვენ ჯერ ვერ დავინახეთ, ასე ვთქვათ, ხელისუფლებაში და სამწუხაროდ ასეთი ინიციატივები არ შეგვიჩნევია დღის განმავლობაში, რაც ვაკვირდებით. თუმცა ეს დროც არის შესაძლებელი, რომ რაღაც ფორმით მაინც იქნას გამოყენებული. ნამდვილად აი თითქმის ყველა მიმართულებით, სადაც გარკვეულ მონიტორინგს აწარმოებს არასამთავრობო სექტორი, ერთ-ერთი თემა, რაზეც საუბრობენ, ეს არის ის, რომ არ არის უკულ კომუნიკაცია აი ამ რეკომენდაციებზე ხელისუფლების მხრიდან, თუმცა ჩვენ ყველას გვახსოვს, როგორ ჩაერთო პირველივე დღეებიდან სწორედ არასამთავრობო სექტორი და რამდენად იყო მზად, რომ ერთის მხრივ იმ რესურსებით, რომლებიც მათ კონტაქტების სახით აქვს, ხოლო მეორე რეკომენდაციებსა და მონიტორინგის მიმართულებით გაეწია
დახმარება ამ პროცესების დაჩქარებაში და 12 რეკომენდაციის შესრულებაში. მე იმედს ვიტოვებ, რა თქმა უნდა, რომ ხელისუფლება აღმოჩნდება მოწოდების სიმაღლეზე და გაითვალისწინებს, რომ დღეს აი ეს დახმარება თუნდაც რომელსაც რეკომენდაციების სახით მათ სთავაზობენ, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისათვის და ჩვენი ხალხისათვის პირველ რიგში. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისათვის და გემშვიდობებით ნახვამდის. დიდი მადლობა თქვენ.